Კონკრეტულად გვიპასუხოთ ფსიქოლოგი და განათლების ექსპერტი წარადგინე ზალ შენ ჩვენთან სტუდიაში არის საქართველოს პოზიტიური ფსიქოთერაპიის ასოციაციის პრეზიდენტი ქალბატონი ლალიბრა ბადრიძე და განათლების ექსპერტი ჭავჭავაძის ცენტრიდან მარიამ გერსამია. დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ხო, ძალიან ბევრი შეკითხვა არის, თუმცა დრო ძალიან ცოტა გვაქვს სამწუხაროდ და კითხვები ძალიან ბევრია. კონკრეტულად მინდა თქვენთან გადმოვიდე პირადად შეკითხვით. აი მდგომარეობა, რომელიც დღეს არის შექმნილი, ფსიქოლოგიურად როგორ აიხსნება, ან რა რჩევებს მიცევთ მშობლებს იმისათვის, ამ მდგომარეობაში რა ხერხებს შეიძლება მიმართო? ძალიან გაუგებარ მდგომარეობაში ვარ და რა თქმა უნდა ვერ ამოვხსენით იქ სირას უდრის, მეც ვერ ამოვხსენი მათ შორის, მაგრამ ის რომ ძალიან სწორი გადაწყვეტილებაა ჩემი აზრით ბავშვები სკოლაში რომ მიდიან პირველი და მე-6 კლასში ჩათვლით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. როგორ ახსოვს ქალბატონლანი ამას? ირინა, ამ ბოლო დროს მომართვა ძალიან გახშირდა ამ ჩაკეტილობის გამო ბავშვებს ფაქტიურად აი დეპრესიის ნიშნები აქვს, სოციალური უნარები დაქვეითებული, ურთიერთობა უკვე გარეთ გასვლა აღარ უნდათ ბავშვებს და უბრალოდ კლასელებს რაც შეეხება, ჩემი უმცროსი შვილი მე-12 კლასშია და სკოლაში წასვლა რომ არასოდეს არ უნდა და ეხლა სულ სკოლის წინ დგას მთელი კლასი. ვერაფერს ვერ გააკეთებდა. ჩემი შვილიშვილი რომელიც პირველ კლასში წავიდა, ეს არის კატასტროფა. მე რომ ამ ბავშვს უყურებ, სწავლა საერთოდ შეძულდა. დისტანციას ვერ იგებს, რა თქმა უნდა, ვერ ეკონტაქტება ეკრანს და მე ვთვლი რომ საინტერესო როგორ უხსნით თქვენ თვითონ, როგორც ფსიქოლოგი, როგორც დარგის სპეციალისტი, ანუ თქვენ შვილიშვილს, რომ აი როგორ უხსნით ამან და როგორ უნდა აუხსნას სხვა მშობლებმა თავიანთი? აი ახლა ამბობდა რომ მე პოზიტიური საერთოდ ვერაფერი ვერ დავინახეო ამ დისტანციურ სწავლებაში და მე გეტყვით რა არის პოზიტიური, მშობლები იძულებულები გახდნენ რომ იკონტაქტონ ბავშვებთან. თქვენ მაინც კარგი კითხვით ცდილობთ რომ დაინახოთ ეს პროცესი. ფორმით მოხდა იძულება მშობლებს. იმიტომ რომ ძალიან იყო ფაქტიურად ბავშვები მინდობილები ყავს კერძო სკოლები, ძიძები და მაქსიმალურად რამ განაპირობა ეს დისტანცირება მშობელსა და ბავშვებს შორის, ხომ? რამ განაპირობა? იმან რომ დღევანდელმა ცხოვრება, იძულებულები არიან, ვიმუშაოთ უფრო მეტი დრო დავკარგოთ გარეთ, იმისათვის რომ ჩვენ შვილებს უკეთესი ხვალინდელი დღე შეუქმნათ, ან ხელი შეუწყოთ სწავლის პროცესში. ხო, ესეც ხო არის, ეს ხო იმიტომ არ ხდება, რომ მშობელს არ უნდა შვილთან ურთიერთობა. მაგრამ ეს პრობლემებიც ექმნებათ მშობელს. კი, ბუნებრივია, მაგრამ ის 10 და 15 წუთი, რომელიც ბავშვისთვის შეიძლება გამოვყოთ, ძალიან ხშირად მშობლებს ესეც არ ქონდათ და ეხლა გამოიძებნა მაინც დრო იძულებით მართალია, მაგრამ მაინც გვიწევს ამისი გაკეთება და კიდევ ის რომ ძალიან ბევრ სკოლაში არის ძალიან კარგი ფორმა გამოძებნილი. აი საწყისი, დასაწყისში ბავშვები როცა სწავლობენ, ხო, ერთი გაკვეთილებით მე აქვს დრო მიცემული, რომ ბავშვმა ითამაშოს, გაერთოს, იმიტომ რომ პირველ კლასელი და მეორე კლასელი ბავშვი არ არის მზად იმისთვის, რომ დაჯდეს და 15 წუთი სულ ისწავლოს და ის თამაშისთვის არის მზად. ქალბატონლანი შეკითხვებია ის სოციალური რატი შენ რომ ამოიკითხე? მე როგორც ხვდები, უფრო მშობლებს პრობლემა შეექმნათ თვითონ სამსახურში ვინც მუშაობს და ანუ დღის წესრიგი შეეცვალათ და ესე იგი ძირითადი პრობლემა უფრო მაგაზე რთული არის ზოგადად ეგ მე კი რა თქმა უნდა არ აქვს პირობები იმის რომ დაუტოვონ სახლში კი და პრინციპში ამაზე პასუხი არც თქვენ გექნებათ და ანუ თავად მშობლებმა უნდა იზრუნონ, თუმცა არ არის ამის საშუალება, ხო? გეთანხმები? აი, ბოდიში, ჩემ შემთხვევაში მე ვდგავარ დილემის წინაშე, რომ ჩემი შვილი ბაღში რომ წავიყვანო, ამით ფსიქოლოგიური ტრამვა არ მივაყენო, ვთქვათ, რომ მე არ შემიძლია მას გავყვე და შევყვე ტერიტორიაზე, თუ პირიქით ბავშვი არ წავიყვანო და პირიქით სხვა ფსიქოლოგიური ტრამვა არ მივაყენო. აი, დილემის წინაშე ვდგავარ და ვერ ხვდები რა გავაკეთო. ძალიან რთული პრობლემაა, ხა რო გისმენდი, მართალი 2 წლის ბავშვს ვერ შეუშვებ პირდაპირ ბაღში, ბავშვი ჭირდება შეჩვევა, რომ შეიჩვიოს იმ გარემოს. ცოტა ხანი დედას ხეთავდეს, გულიდან რომ მოიგლიჯა, ისეთი ტრამვა შეიძლება მიიღოს, გეთანხმები და პირიქით შემთხვევაში ხო შეიძლება ტრამვა. აქვს ჩემ შვილს უკვე ტრამვა, რომ ვეღარ თამაშობს ბავშვებთან, ვერ კომუნიკაციას ვერ აქვს. ხო, აი ვერ ხვდება. აი არ ვიცი ეს როგორ უნდა მოახერხონ. რაღაც ალბათ უნდა გამოიძებნოს ისეთი, რომ ეს პატარა ბავშვი გულიდან არ მოიგლიჯოდეს და ვერ გაიგებს ეს 2 წლის ბავშვი ახსნას. ქალბატონლანი
ბოლო შეკითხვა შემოსული შუადღე ლაივის ჩვენს გვერდზე მესჯად განსაკუთრებით რთულია ასევე თინეიჯერების ასაკი მე-7 კლასის ზემოთ უნდა დავტოვოთ და რაღაცა მშობლის ენა მასწავლეთ მე ვარ ამ მდგომარეობაში 14 წლის შვილის დედა და რაღაც საკომუნიკაციო ენა მასწავლეთ როგორ ავუხსნა რომ უნდა ჩაჯდეს სახში და მე-6 კლასელი მეგობარი რომ მიდის ის რომ ვერ მაგი ჩემს ვერ აუხსნა კი უნდა მოვჩერდე დღეს აბსოლუტურად. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თინეიჯერებთან სასაუბრო ენა ფსიქოლოგისგან. მე მგონია, რომ 14 წლის ბავშვი შეიძლება უთხრათ, რომ შენ უფრო დიდი ხარ, ვიდრე ესენი, შენ მეტი გესმის და შენ შეგიძლია უფრო კარგად გაიგო. იმიტომ რომ მივცეთ საშუალება, რომ პატარებს დავეხმაროთ, რომ პატარებმა შეძლონ ახლა ისწავლად ის სოციალიზაცია, უნარები, რომლებიც ჯერ არა. მეტი პასუხისგებლობა შენ დამოუკიდებელი ადამიანი ხარ, უფრო მეტი გესმის. ყველაფრის კონტროლში არის. გასაგებია, იცი რა, დაახლოებით ასეთი ეტაპები ხო ჩვენს გაგვივლია ამ პასუხისგებლობებმა, აკიდებულმა პასუხისგებლობებმა კიდე ძალიან ბევრი ჩემი თანატოლი თუ ასე შემდეგ დაღუპა და შეიცვალა მისი ცხოვრება. ამიტომ ვარ თალსახად მაგაზე 2000 არასდროს უბრალოდ ეხლა ხო სხვა გზა ასეთ დროს რომ თქაუტო. მარიკა, მოდი შენთან გადმოვალ რა, იმიტომ რომ შენ ამ თემას ძალიან კარგად იცნობ ზოგადად შენი პოზიცია ძალიან კარგი გაგაჩნია ამ ყველაფრის მიმართ. მაინტერესებს შენი პოზიცია განათლების მხრივ, განათლების სამინისტროს ამ იმ სტრუქტურების მხრივ, რომელიც ამ ყველაფერზე უნდა ფიქრობდეს, ზრუნავდეს და არეგულირებდეს და თუნდაც მოიფიქროს ისეთი დეტალი, რომ აი 2 წლის ბავშვი მივიყანეთ ბაღში და როგორ მოხდეს ეს გადაცემის პროცესი. ეს ხომ განათლების სფეროს მოსაფიქრებელი და პირველ რიგში თქვენ მადლობა, იმიტომ რომ ოფიციალური უწყება დღეს, რომელიც ინფორმაციას შობელს აწვდის, ხართ მედია არის რეალურად, იმიტომ რომ განათლების სამინისტროს ვებგვერდზე რო შეხვიდე, იქ ინფორმირებული ვერ გახდები და დღევანდელი პრობლემა მშობელის არის სწორედ ის, რომ არ ვიცი გაუშვა თუ არ გაუშვა, რომ გაუშვებ რა მოხდება, რო არ გაუშვებ რა მოხდება და ამ ინფორმაციას რა თქმა უნდა განათლების სისტემა უნდა გვაწვდიდეს. ზოგადად მთელი მსოფლიოს განათლების სისტემა არის დღეს კრიზისში, მილიონამდე ბავშვი, მილიარდზე მეტი ბავშვი იყო განათლების მიღმა, ასე ვთქვათ, სკოლის მიღმა, მაგრამ ჩვენი პრობლემა იმაშია, რომ გამოწვევა, რომ ჩვენ ისედაც კრიზისში იყო ჩვენი განათლების სისტემა, ასევე ჯანდაცვის სისტემა იყო კრიზისში. რა თქმა უნდა არსებობს კარგი სკოლები, კარგი მასწავლებლები, კარგი ექიმი, კარგი კლინიკა, მაგრამ ზოგადად სისტემა და ხელმისაწვდომობა იმაზე, რომ ყველა ადამიანისთვის პრივილეგია კი არ იყოს მოსწავლისთვის განათლება და კარგი ჯანდაცვა, არამედ ეს იყო საყოველთაო, ეს იყო პრობლემა და ახლა უბრალოდ ეს ყველაფერი ამოვიდა ზედაპირზე და რა უნდა გააკეთოს ესეთ დროს სახელმწიფომ, ხო? აი რაღაცნაირი ესეთი ცენტრალიზებული მიდგომა, რომ აი ხა ყველა პირველიდან მე-6 კლასის ბავშვი ესე მოიქცეს, ეს მიმაჩნია, რომ ზოგადად განათლების სფეროს მიმართ არასწორი მიდგომაა, იმიტომ რომ დეცენტრალიზაცია არის ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი. რეგიონის სკოლებს, სოფლის სკოლებს, თითოეულ სკოლას შეიძლება ინდივიდუალური, ინოვაციური მიდგომა ჰქონდეს, როგორ მოემსახუროს ამ შემთხვევაში ბავშვი და ბავშვი არ იყოს წნეხის ქვეშ. დღეს ისევე მშობელი და მოსწავლეა წნეხის ქვეშ, ხო? ამიტომ მივცეთ ეს ავტონომიურობა მეტი სკოლებს, რეგულაციების დაცვით და გამოიჩინონ კრეატიული მიდგომები. ეს მუხლი დაახლოებით არის ცოტა მკრთალად, ცოტა ესეთი საერთოდ მიჭირს ამ სფეროში კონტროლში მიაჩნიათ, რომ აი ზოგადად ეხა გასაგებია ხა სამედიცინო კუთხით და ჯანდაცვის კუთხით რო რაღაც კონტროლი საჭიროა, მაგრამ განათლების კუთხითაც კონტროლზე არიან ჩვენთან ფოკუსირებულები. მეტი ავტონომიურობა არის საჭირო. შემოგთავაზონ სკოლებმა და კერძო სკოლები ამის კარგი მაგალითი არის. თავისი მიდგომები, კარგი მაგალითები გაუზიაროთ შემდეგ სხვებს და კონდეს ეს მრავალფეროვნება. ამიტომ ონლაინ სწავლება არ ნიშნავს, აი ინტერნეტთან ჯდომა არ ნიშნავს განათლების მიღებას. ისევე როგორც სკოლაში რო დაждდება ჩვენი მოსწავლე, არ ნიშნავს, რომ ეს განათლებას იღებს. ხარისხი არის აქ მნიშვნელოვანი და ჩვენ ონლაინ სწავლება, მოდი ვთქვათ და ვაღიაროთ, რომ არ გვაქვს, ეს არის დისტანციური სწავლება. და ეს არის რაღაც ფორს მაჟორული სპონტანური გვატყობინებს, რომ ლადო აფხაზავა ყავს გურიიდან, მასწავლებელი, რომელიც
თავისი ინოვაციებით სოფლიო გააკვირვა. ლადო მოგესალმებით, ჩიბათი ხალხი. აუცილებლად მონახავ და დარწმუნებული ვარ ამ განსაკუთრებული მოკითხვა გურულებს და მინდა პირველი შეკითხვა აქვე დაგისვათ, ცოტა დრო გრჩება. ინოვაციებით გამოირჩევი, ლადო მასწავლებელო და აი ამ შემთხვევაში რა კონკრეტული ინოვაციებით ხვდები 2020-2021 სასწავლო წლის დადგომას. ლადო მასწავლებლის ინოვაციები სასწრაფოდ გვინდა შევიტყოთ. გურიაში სწავლა დაიწყო უკვე 15 სექტემბერს და ჯერჯერობით საკლასო ოთახში არც ერთი გაკვეთილი არ ჩამიტარებია მე პირადად. რა თქმა უნდა ვემორჩილები ამ რეგულაციებს, მაგრამ როდესაც სარცი არ გამოიყენო, ბავშვს არ გადასცეთ, რაღაც ურთიერთობა არ ქონდეს ბავშვთან, ამიტომ გადავწყვიტე სკოლის ეზოში გავაკეთო. ამ მეთოდს ვიყენებ უკვე ძალიან ბევრი წელია და მაშინ საერთოდ არ იყო ეს ვირუსი, თუმცა ჩვენი სკოლის ეზოში მოწყობილი მაქვს გარე საკლასო ოთახი და სწორედ აი იქ ვატარებ უფრო მშვიდად და უფრო კარგად გამოდის ყველაფერი. ანუ ავტონომია ყოფილა ისეთი ინოვაციური, ნეტო ყველა სკოლას ჰქონდეს ეს შესაძლებლობა. კიდევ რაიმე არის, რითიც ხსნით აი ამ პანდემიურ სწავლების მეთოდებს, აი რაღაცა კიდევ სიახლე გარდა იმისა, რომ თქვათ HR-ზე მუდმივად ყავდა ლადო მასწავლებელს თავისი მოწაფეები. ხო, არის სხვადასხვა მეთოდები, სხვადასხვა აქტივობები, რომელსაც სხვადასხვა კლასში სხვადასხვანაირად გამოვიყენებ. აი მაგალითად, როდესაც ონლაინ სწავლება იყო, აი ვცდილობდი რომ რაღაც მრავალფეროვანი საგაკვეთილო პროცესი გამეკეთებინა, თქვათ რაღაც მხიარული ფილმები მეჩვენებინა და შემდეგ რეფლექსიები ჩაგვეტარებინა. ლადო, ერთ კითხვას დაგისვავთ, რომ აი ონლაინ სწავლება ახსენეთ. თქვენ გურიაში ხართ, რეგიონია, როგორ ახერხებდნენ თვითონ მოწაფეები, რამდენად ჰქონდათ მათ იმის საშუალება, რომ ცნობა ჰქონოდათ ინტერნეტთან, ან სახლში ჰქონდათ კომპიუტერი, რომლითაც ისინი ამ პროცესს დააკვირდებოდნენ? აი სწორედ ეს იყო ძალიან დიდი გამოწვევა პირველ გაკვეთილზე, როდესაც შევედი, დამხვდა ორი მოსწავლე, რომელსაც თქვა კომპიუტერი ჰქონდა და თქვა smartphone ჰქონდა, მაგრამ აი ცოტა ხნის შემდეგ ვიფიქრე, რომ უკვე საჭირო იყო რომ მე მოქმედა და დავიწყებ სწორედ აი ამ ჩემი მოსწავლეებისთვის და არა მარტო ჩემი მოსწავლეებისთვის, არამედ მთელი მუნიციპალიტეტში არსებული ახალგაზრდებისთვის ინტერნეტ პაკეტები შემეძინა და უკავშირდი სხვადასხვა ორგანიზაციებს. ერთი კვირა დამსჭირდა იმისათვის, რომ სხვადასხვა ორგანიზაციები ინფორმირება მიმეწოდებინა მათთვის და ინფორმაცია მიმეწოდებინა, რომ არ იყო ინტერნეტის რესურსი ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და მინდა გითხრათ, რომ იმ პერიოდში 4 თვის განმავლობაში 482 მოსწავლეს ჩაურიცხეთ 19 ლარიანი ულიმიტო ინტერნეტი. მიუხედავად იმისა, აი ჯეოსელის სილკნეტის კომპანიასაც დაუკავშირდი და ვთხოვე, რომ ცოტა ინტერნეტის პაკეტები გაიაფებინა, მაგრამ დატოვეს მაინც 19 ლარიანი. თუმცა კეთილი ადამიანების მეშვეობით ეს მოვახერხე და 4 თვის განმავლობაში აი ძალიან ბევრი მოსწავლე ახერხებდა საგაკვეთილო პროცესებს, მაგრამ ონლაინ სწავლების დროს მარტო ცოდნის გადაცემა ხდება და აი ეს სასიცოცხლო უნარები, უნარჩვევები, დამოკიდებულებებს უკვე ამ ონლაინ გაკვეთილებში ვერ ვახერხებთ, იმიტომ რომ მაინც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ისეთი გაკვეთილები ჩავატაროთ ადამიანურ ღირებულებებზე დაფუძნებული სწავლება, რომელსაც ონლაინ სწავლების დროს ვერ ვახერხებთ. თუმცა ნამეტად ძალიან დიდი დაბნეულობაა დღესდღეობით. მე-6 კლასი აი დიდ ქალაქებში მე-6 კლასამდე შედიან მოსწავლეები, რაც ჩვენთან რეგიონში არ არის, მაგრამ თუ ბავშვი მაგალითად თერმოსკრინინგი გაუკეთეს და ბავშვი სიცხე აქვს, ყველამ გარბი, სანამ მშობელი მოვა, ყველა გარბი. ჩვენი თუ გესმით
ჩვენი თუ გესმით ჯერსეთი ძალიან დიდი მადლობა იმისთვის რომ ასეთი პედაგოგი ხართ და ასეთ მაგალითს აჩვენებთ ზოგადად ადამიანებს, პედაგოგებს, თქვენს კოლეგებს, იმიტომ რომ მაინც როგორც ხვდები, აი წეგან მარიამიც საუბრობდა, რომ ყველაფერი მაინც არის დამოკიდებული პერსონაზე, ადამიანებზე. სწორედ ამასთან ინდივიდუალურ მიდგომაზე, სწორედ ეს არის ჩვენი პრობლემა, რომ ადამიანები, რომლებსაც თითქოს და პასუხისმგებლობა აქვთ აღებული თავიანთ თავზე ამა თუ იმ საკითხში, ისინი არა კომპეტენტურები ან არა თანმიმდევრულები არიან და არის ეფექტური ხო ბატონ ლადოზე უკეთესად ვინიცის იქ ადგილზე როგორ უნდა უპასუხოს ამ გამოწვევას. აი რაზეც საუბრობდით ამიტომ უნდა მივცეთ აი ამის საშუალება მივცეთ და წავახალისოთ რანაირადაც შეგვიძლია და აი ზუსტად ახლა ინტერნეტის ხელმისაწვდომობა ამაში დაუდგეს სახელმწიფო გვერდში რომ რაღაცა შუამავალი იყოს ამ კომპანიებთან აი რა ამ კუთხითაც ამიტომ ესე იგი ბევრი ფიქრი გჭირდება და არა გადაწყვეტილებების სწრაფი მიღება, არამედ დაფიქრება, გაანალიზება და ერთმანეთთან ლადო მასწავლებელო, თქვენ მოსწავლეებს თქვენი იმედი სულ ქონდათ, ჩვენც გვაქვს თქვენი იმედი. დარწმუნებული ვარ, რომ შუადღე ლაივი ბევრი ადამიანი უყურებს და ეს გადამდები იქნება თქვენი ეს წინადადება და დიდი მადლობა. მოკითხვა მოწაფე, თქვენს მოწაფე. შეიძლება აი ძალიან მოკლედ ვიტყვი ეხა მოდის ერთ თვეში არჩევნები და ძირითადად საარჩევნო უბნები იხსნება ხოლმე სკოლის შენობაში. ეს ესეა საერთოდ. და აი რაღაცნაირად სკოლის ადმინისტრაციაც არის ამაში ჩართული, მასწავლებლები ჩართული არიან ამ საარჩევნო პროცესში და იქნებ ეს კარგი შესაძლებლობა იყოს იმისთვის, მარტო კორონასგან კი არ დავიცვათ სკოლა, აი საარჩევნო წნეხიდანაც დავიცვათ ჩვენი მასწავლებლები და სასკოლო გარემო, რომ აი ამდენი ადამიანის გასვლა გამოსვლა არ იყოს იქ და რაღაცნაირად იქნება ამაზეც იფიქროს ხელისუფლება. ყველა ვარიანტში მაინც ვფიქრობ, რომ მაინც ადამიანზეა დამოკიდებული. თვითონ იმ პედაგოგზეა დამოკიდებული. ის როგორ პოზიციას შეინარჩუნებს, ის თუ არის პროფესიონალი და ის თავის საქმეს ისე აკეთებს როგორც საჭიროა, მას ვერავინ ვერ ჩაერევა მის საქმეში და მას ვერავინ ვერ მიუთითებს, რომ რა გააკეთოს. ის თავის საქმის პროფესიონალი უნდა იყოს. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი როგორც ლადო გააკეთა და ამის მაგალითები ჩვენ გვაქვს. აბსოლუტურად ჩვეულებრივი სკოლაა და უახერხავთ. დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენი სტუმრები, რომ ასეთ საინტერესო თემებზე ვისაუბრეთ, დაგვითმეთ დრო. დიდი მადლობა, გემშვიდობებით და იმედია, რომ ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს სხვა ეთერებში, სხვა საკითხებით. ნახვამდის. დღევანდელი